ყველაზე დიდი და ყველაზე მძიმე ტალღა, რომელიც კაცობრიობის წინაშე დგას, ეს არის ბიომრავალფეროვნების კრიზისი. და ეს არ არის მხოლოდ ლამაზი პეპელა, ყვავილი და მოჭიქჭიქეთი სადღაც ხეზე, ეს არის მნიშვნელოვანი ეკოსისტემური სერვისები, რომელსაც ჩვენ ყველანი ვიღებთ და რაზეც ჩვენ ყველანი დამოკიდებული ვართ. ჩვენი კოლეგები იგივე ევროპიდან, ამერიკიდან რომ ჩამოდიან საქართველოში, ყველაზე მეტად უკვირთ ჩვენთან მწერების რაოდენობა. გაიკვირდებათ ყველაზე მეტად უკვირთ რომ რამდენი მწერია საქართველოში, იმიტომ რომ ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში ინდუსტრიულ ქვეყნებში მწერების რაოდენობა მკვეთრად მცირდება და მათ შორის დამტვერავი მწერების რაოდენობა მკვეთრად მცირდება, რაც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს სასოფლო-სამეურნეო, ასე ვთქვათ, სექტორზე მთლიანად. მაგალითად, კალიფორნიის მაგალითს თუ ავიღებთ, იქ იმდენად სერიოზულად შევიდა ეს კრიზისი, რომ კალიფორნია არის ხილის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი მსოფლიოში. და მებაღეებს უწევთ დაქირავება ფუტკრის იმისთვის, რომ დამტვეროს აი ყვავილობის პერიოდში ხელოვნურად შეიყვანონ ფუტკარი, მან დამტვეროს ეს ბაღები იმისთვის, რომ მიიღონ მოსავალი. 75-დან 140 მილიონ დოლარამდე იხარჯება ყოველწლიურად კალიფორნიაში იმისთვის, რომ ხელოვნურად მიიღო ის სერვისი, რასაც ბუნებრივად უფასოდ მაგალითად ქართველი ფერმერი იღებს დღეს. საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი თბილისის მოსახლეობა, რუსთავის მოსახლეობა, ბათუმის მოსახლეობა სუფთა წყლით მავრაგდება სამი ჯამთელი ეკოსისტემიდან, რომელიც დღეს დაცული არის დაცული ტერიტორიების ეროვნული პარკების ფორმატში. თუ არ იქნება ეს სერვისი, მაშინ გიწევს ააშენა აღნიშნა კიდევაც ქარხანა, რომელიც მინიმალური ღირებულება არის 80 მილიონი დოლარი, რომ გაასუფთავო და თბილისის მასშტაბის ქალაქებისთვის ეს ქარხანა ერთი ცალი შეიძლება არ გეყოს და მაგალითად დაგჭირდეს 5-6-7 ქარხანა და ავიდეს 9 მილიარდ დოლარამდეც კი. ისევ საქართველოს მაგალითს მოვიყვან, საქართველოს ტყეებში ჩვენ გვაქვს 400-მდე სხვადასხვა მერქნოვანი სახეობა. რატო? იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ბუნებრივი ტყეები. ევროპის ტყეებს თუ აიღებთ, იქ არის 5-დან 7 სახეობამდე უმეტეს შემთხვევაში შემორჩენილი, იმიტომ რომ ევროპის ტყეები არის მეორეული ან მესამეული ხელოვნური ტყეები, ანუ ერთხელ გაიჩეხა, გაშენდა, მეორეჯერ გაიჩეხა, გაშენდა, მესამეჯერ გაიჩეხა, გაშენდა. კერძო საკუთრებაში არის ტყეები ხშირად, არის ქვეყნები, სადაც 80-90% ტყეების არის კერძო საკუთრებაში და ეს რა თქმა უნდა იწვევს ამ ტყეების ხელოვნურ ექსპლუატაციას, ინტენსიურ ექსპლუატაციას. ჩვენთან 400-ია. და იაპონიაში სულ 2 სახეობაა დარჩენილი. ამიტომ აი ესე მოხდა, რომ საქართველოში და კავკასიის რეგიონში შენარჩუნებული არის ეს ფოთლოვანი, ნახევრად ფოთლოვანი ტყეები ბუნებრივ მდგომარეობაში და 3000 კილომეტრზე რადიუსზე ეს კავკასიიდან რომ შემოხაზოთ, მთელ მსოფლიოში არსად ფაქტიურად აღარ არის ბუნებრივი ტყეები დარჩენილი. ეს იმაზე მეტყველებს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონი, რამდენ ხელა განძია ეს ბუნებრივი რესურსი, რაც ჩვენ გვაქვს, ხშირად მართლა კონსერვატორებად აგვექვავენ, რომ ის არ გვინდა, ქარი არ გვინდა, მზე არ გვინდა, წყალი არ გვინდა, ატომი არაფერი თქვენ არ გინდათო და გამოქვაბულში ცხოვრება გინდათ. არ არის ეს ესე. მართლა 90-იან წლებში გამოვლილი ხალხი ვართ, როგორ შეიძლება ხა ჩემი შვილისთვის მინდოდეს ის, რომ სიბნელეში გაეზარდოს, ხო? ეს ესე არ არის, მაგრამ მეორე მხრივ იმ განძს, იმ ბუნებრივ ჰაბიტატს, რაც საქართველოს აქვს დარჩენილი, აღვიქვავთ როგორც აი უდიდეს განძს, რომელსაც გაფრთხილება შენახვა უნდა და სამწუხაროდ აი ამ ეკონომიკურ განვითარების პროცესში ამის კომპენსირება, ამის დაცვა თითქმის შეუძლებელი. ზურმუხტის ქსელის ამოცანა ზუსტად არის, რომ მთელი ევროპის მასშტაბით, რომელიც ფაქტიურად მთლიანად 70-80% ჰაბიტატების ევროპაში არის დეგრადირებული. ზუსტად ინდუსტრიული განვითარების გამო. ამერიკის შეერთებულ შტატებში, იაპონიაში, ყველა აი ერთადერთი კანადა არის და ავსტრალია ეს თავისი ზომების გამო, რომელიც ინარჩუნებს ბუნებრივ ჰაბიტატს. დანარჩენი ყველგან კატასტროფული კლებაა ყველგან ამ ბუნებრივი ჰაბიტატების და იმ ეკოსისტემური სერვისების, რაზეც მე ვილაპარაკე. ზურმუხტის ქსელის ამოცანა არის ის, რომ ეს მცირე კუნძულები, პატარ-პატარა კუნძულები, სადაც ბუნებრივი ჰაბიტატებია ჯერ კიდევ დარჩენილი, რაღაცნაირად შეინარჩუნოს პანევროპული მასშტაბით და ის სახეობები, რომლებიც ბინადრობენ ევროპაში და რომლებიც იმყოფიან გადაშენების პირას, იქნეს შენარჩუნებული. ამისთვის მთელ ევროპაში ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე ბუნებრივთან დაახლოებული ადგილების შენარჩუნება და გონიო არის ერთ-ერთი ესეთი ადგილი, რომელიც იმის გამო რომ იქ იყო ეს სასროლეთი იყო ეს თქვა სამხედროები იყენებდნენ ამ ტერიტორიას ბუნებრივთან ეს არის დელტა, მდინარის დელტა, შავი ზღვის სანაპიროზე გვაქვს ორი ესეთი მდინარე, რომელსაც ესეთი ფუნქცია აქვს, ეს არის რიონი და ჭოროხი,
რომელიც გამოდის შავი ზღვის სანაპიროზე და ქმნის აი ამ ბუნებრივ დელტას, რითიც სარგებლობს მილიონობით ფრინველი, რომელიც მიგრირებს ევროპიდან აფრიკისკენ, აფრიკიდან ბრუნდება ევროპისკენ და აზიისკენ და ფრინველების უმეტესობა სამწუხაროდ არ შეუძლია ზღვის თავზე ფრენა. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მიყვება სანაპიროს. და დასასვენებელი ადგილები ეს არის ზუსტად ის დაჭაობებული დელტები, სადაც მათ შეუძლიათ დაჯდნენ და დაისვენონ. ამიტომ ამ ტერიტორიის კომპენსირება ფაქტიურად შეუძლებელია. ყველაზე უცნაური ის არის, რომ გონიოს ტერიტორიის შეთავაზება ზურმუხტის საიტისთვის მოხდა საქართველოს მთავრობის მიერ. 2017-18 წლებში საქართველოს მთავრობამ თვითონ შესთავაზა, ევროპის საბჭო არის ამ პროცესის ასე ვთქვათ კოორდინატორი და მინდა გითხრათ, რომ ზურმუხტის ქსელის დაარსება იყო ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელოვანი ნაწილი და ვალდებულება საქართველოს, რომ 2019 წლამდე საქართველოს უნდა დაეარსებინა ეს საიტი. იმდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი აქ თulis და უფრო მეტსაც გეტყვით, რომ მას მერე რაც ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, არ ვიცი ახლა საქართველოს უკვე აღარ არის ეს სერიოზულად სალაპარაკო თემა, მე მგონი დღევანდელ დღეს, მაგრამ დღეს ჩვენ უნდა ვიყოთ გადასული ეგრეთ წოდებული ნატურა 2000-ის საიტების შექმნაზე. ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის ნატურაა, არაწევრი ქვეყნებისთვის ზურმუხტის საიტია. შესაბამისად, ჩვენ ახლა უნდა ვმუშაობდეთ იმაზე, რომ ზურმუხტის ქსელი გარდაუქმნათ ნატურა 2000-ის ქსელად. ამის ნაცვლად ვიღებთ და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტერიტორიას სავარაუდოდ გამოიყვანენ, იმიტომ რომ შექმნილია სამთავრობო კომისია, რომლის ამოცანა არის, სხვა შორის დარღვევით არის შექმნილი პროცედურა, არ ითვალისწინებს საქართველოს სამთავრობო კომისიის შექმნას. ზურმუხტის ქსელის ჩამოყალიბება ხდება იმ პროცედურის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრა ევროპის კავშირმა და ბერნის კონვენციამ. და აი აქ არ გულისხმობს იმას, რომ შეიძლება ვიღაცა პეტრე პავლე ივანე ან კახა დაჯდეს და რაღაცა იმსჯელოს საქმთუნდაც უმაღლესმა პოლიტიკურმა პირებმა საქართველოში და საკომპენსაციო ტერიტორია შესთავაზონ. ეს ექსპერტული პროცესი. მთავრობამ მიიღო როგორც ჩანს უკვე გადაწყვეტილება, რომ გონიოს ტერიტორია ამოიღო ზურმუხტის საიტიდან და ცდილობენ ახლა იპოვონ რაღაც საკომპენსაციო ტერიტორია, რომელიც ჩემი როგორც ექსპერტის მოსაზრებით ფაქტიურად ეს შეუძლებელია საქართველოში, იმიტომ რომ არის კოლხეთი, რომელიც ისედაც ტერიტორიაა, არის ჭოროხი, რომელიც ზურმუხტშია მოქცეული და მეტი ჩვენ არაფერი არ აქვს სანაპიროზე, რითიც შეგვიძლია დავაკომპენსიროთ ეს ტერიტორია. ესეთი ვითარება.